აჭარაგურია, სამეგრელო, იმერეთი რეგიონებში დიდ თოვლობაა. შესაბამისი სამსახურები, ისევე როგორც ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. განსაკუთრებული დავალება და მითითება გასცა მთავრობის მეთაურმაც. ნალექიანი ამინდი საქართველოში თვის ბოლომდე შენარჩუნდება. გიორგი აბაზაძის რეპორტაჟი. ბათუმში თოვლისაფარი 9 მეტრს აღწევს. გზები ინტენსიურად იწმინდება, მოსახლეობას ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო რეგიონში სასწავლო პროცესი 2 დღით შეწყდა. უხვინალექია მაღალმთიან აჭარაში. ტექნიკასთან ერთად გაწმენდით სამუშაოებში მოხალისე მობილური ჯგუფებიც ჩაერთნენ, რომლებიც საკრებულოს წევრებთან ერთად უბნების მიხედვით გადანაწილდნენ. ყველა მუნიციპალიტეტში მობილიზებულია შესაბამისი საგანგებო სამსახურები და მნიშვნელოვანია, რომ როგორც სანაპირო ზოლში, ასევე ყველა ძირითად ქუჩაზე, ყველა ძირითად გზაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. შემდეგი დღეების განმავლობაში ჩვენ ყველა გავაგრძელებთ საგანგებო რეჟიმში მუშაობას, რომ მინიმალური დისკომფორტი შეექმნას ჩვენს თანამოქალაქეებს. ერთი და იგივე ქუჩისა და ქუჩის მონაკვეთის წმენდითი სამუშაოები რამოდენიმეჯერ უხდება სპეციალურ ტექნიკას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაახლოებით 40%-იანი დატვირთვით მუშაობდა დღეს და ხილვადობის შეზღუდვამ, ასევე უსაფრთხოების ნორმებმა გვაიზღუდა, რომ მაქსიმალურად შეგვეზღუდა მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება. დიდ თოვლობის გამო ბათუმის აეროპორტში გაუქმებული რეისების ნაწილი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულდება. თოვლისა და ყინვის მიუხედავად დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა ყველა დაგეგმილი რეისი შეასრულა. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სამოსლო ბილიკის წმენდა და დამუშავება მოქვის საწინააღმდეგო სიტყვით, ასევე საჰაერო ხომალდებს გაუკეთეთ მოქვის საწინააღმდეგო სიტყვით შესაბამისი პროცედურები. დიდ თოვლობა იმერეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, მაღალი ზონის ოფლებში თოვლისაფარი 80 სანტიმეტრია. სტიქიას უწყოთ რეჟიმში ებრძვიან ვანში. 14 ერთეული ტექნიკა მუშაობს, როგორც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ასევე ყველა სოფელში მიმდინარეობს სამუშაოები. მთელ რაიონს მიეწოდება გაზი. კომისიაა შექმნილი, სალიკვიდაციო კომისია ჩვენს მუნიციპალიტეტში და ყველანაირად ჩვენს მოსახლეობას შეუქმნით პირობებს, რომ არანაირი პრობლემა შეექმნას. სოფლებში უფრო მეტად დიდი უხვინალექი არის. მიმდინარეობს ნელ-ნელა იწმინდება ყველგან გზები. სტიქიის ზონებში მოსახლეობისგან პრობლემებს კარდაკარ ეცნობიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ნომრები ტელეფონის კი გაქვთ კომასი და ჩვენის და დაგვირეკეთ. მადლობა, ყველას მადლობა, დიდი მადლობა. ინტენსიური თოვის გამო შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ გურიაში. ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში იწმინდება როგორც ცენტრალური, ისე შიდა საუბნო გზები. რეგიონში შექმნილ ვითარებას ადგილზე ეცნობა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკა ტყემალაძე. მიმდინარეობს აქტიური წმენდის სამუშაოები პირველივე დღიდანვე ჩართულია როგორც მუნიციპალური, ასევე სხვადასხვა უწყებების სპეცტექნიკა და ასევე ჩართულია ცოცხალი ძალაც. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ უმოკლეს ვადებში იქნეს ყველა პრობლემა გადაჭრილი, ასევე მიმდინარეობს მოქალაქეების საჭიროებიდან გამომდინარე რეაგირება და ყველაფერი იქნება გაკეთებული, რომ მოსახლეობის პრობლემები იქნეს გადაჭრილი. არის ისეთი სოფლები, სადაც ჯერჯერობით ტექნიკის გადაადგილება შეუძლებელია, თუმცა შესაბამისი სამსახურები, ყველა სამსახური მუშაობს 24 საათიან საგანგებო რეჟიმში, აქტიურ კომუნიკაციაში ვიმყოფებით ჩვენს მოქალაქეებთან. სამწუხაროდ არის გარკვეული რაოდენობის აბონენტები, რომლებსაც არ მიეწოდებათ ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი, თუმცა ენერგოპრო ჯორჯიას და სოკარის თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში ინტენსიურად მუშაობენ. თოვლისაფარმა ისტორიულ მაქსიმუმს გურიისა და აჭარის ცალკეულ მონაკვეთზე მიაღწია, სადაც სამუშაოში ყველა სახის თოვლწმენდია ჩართული. ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე გადაადგილება შეუფერხებლადაა შესაძლებელი. ცენტრალურ გზებზე ყველგან მშვიდობა არის, რიკოტის საუღელდეხილო მონაკვეთზე, ლახის მიმართულებით, ლაგოდეხის მიმართულებით, ყველაზე რთული მდგომარეობა ამ ეტაპზე შეკვეთილი კობულეთის მიმართულებით, სადაც ფაქტობრივად არ გაჩერებულა ნალექი, შესაბამისად გარკვეულწილად შევზღუდეთ გარკვეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, რათა გაწმენდით სამუშაოებს ხელი არ შეეშალოს და ვიმედოვნებთ, რომ ამ ჩართულობით გარკვეული დროის შემდგომ დღის ბოლომდე აღვადგენთ მოძრაობას. ძლიერმა თოვამ პრობლემები შექმნა სამეგრელოში, ფოთში მოსულ უხვინალექს დამატებითი ტექნიკით წმენდნენ. მუნიციპალიტეტებში გზებზე ყრიან ტექნიკურ მარილს. გვაქვს რამოდენიმე სკოლა და ბაღი, სადაც სასწავლო პროცესი გადადებულია ზოგან 1 დღით, ზოგან 2 დღით.
ეს ეხება ფოთის და სენაკის საგანმანათლებლო დაწესებულებებს და ზუგდიდის, აბაშის, ხობის სკოლებსა და ბაღების ნაწილს. 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ყველა შესაბამისი უწყება. მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მთავრობა ყველა ზომას მიიღებს. რამდენიმე რეგიონში არის საჭირო ყველა უწყების სრული მობილიზება იმისათვის, რომ ებრძოლოთ სტიქიის შედეგებს და ვიზრუნოთ მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალურად დაცვაზე. დღესაც არის მაქსიმალური მობილიზება, თუმცა მომდევნო დღეების განმავლობაში ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ მოსახლეობაზე. დაბალი ტემპერატურა და თოვლი ქვეყნის მასშტაბით 28 თებერვლამდე შენარჩუნდება. სინოპტიკოსები უხმნალებს განსაკუთრებით ისევ დასავლეთ საქართველოში პროგნოზირებენ.